გამარჯობა. Ამ ვიდეოში საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, რადგან ჩვენს მიერ გაშიფრული გრაგლიანი გორის დამწერლობითი არტეფაქტების გამოყენებით, მათი ფონეტიკური და შინაარსობრივი შესატყვისების დამახინჯებით, მათზე სატანური რიცხვითი მნიშვნელობების მისადაგებით, ზოგიერთ სურს გაავრცელოს სიცრუე და თავი ისე წარმოაჩინოს თითქოს დიდი პატრიოტია, ამას არ ქართველობისა და ქრისტიანულ მართლმადიდებლური რელიგიის დამცველი არ დაგვიდევენ იმას, რომ პირდაპირ ეწინააღმდეგებიან უძველეს ისტორიულ, არქეოლოგიურ, ლინგვისტურ, ასტრონომიურ და ბიბლიურ წყაროებს და თვლიან, რომ საზოგადოება ბრიყვია და მათ სიცრუეს სიმართლედ მიიჩნევს. იცით, რომ ჩვენ გავშიფრეთ გრაგლიანი გორის თიხის ლარნაკის წარწერა, საკურთხევლის წარწერა და აგერ სტელაც. და ყველაფერს დაწვრილებით მოგახსენებთ. რას თვლობენ? ჩვენ არგუმენტირებულად ფარდას ავხდით მათ სიყალბეს და წარმოგიდგენ თქვენს წინაშე სიმართლეს, ჩვენო ძვირფასო მაყურებელო, რათა თქვენ გამოიტანოთ შესაბამისი დასკვნა. ამასთან თუ ვინმეს მაინც სურს ეზიაროს მათ მოძღვრებას, პირდაპირ გეტყვით, ვერავის დაუშლით, ვერაფერს. ოღონდ კიდევ ერთხელ გავაფრთხილებთ, არ გამოიყენონ ჩვენი გაშიფრული მასალები ჩვენი ნებართვის გარეშე. კი არა, საერთოდ, რადგან ასეთ ადამიანებს არასდროს მივცემთ შესაძლებლობას შერკვნან ჩვენი რწმენა. გვაქვს ამის უფლება. გაბიანების ჩვენი საგვარეულო შტო, გულისხმობ დედულეს, იწოდებოდა ბაბშერებად. სვანურად ბაბ ნიშნავს მღვდელს და ჩვენი 8 პირდაპირი წინაპარი იყო სასულიერო პირი. მათ შესახებ ჩავწერთ ვიდეოს და შემდეგ წარმოგიდგენთ. ასევე ჩვენი პირდაპირი დიდი პაპის მაჰმედ გაბიანის წინაბრები ფუსტები იყვნენ. გვაქვს საქართველოში გადაღებული მისი ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ფოტოსურათის ორიგინალი, რომელიც თარიღდება 1863 წლით. ფუსტების შესახებ არის სვანური გადმოცემა, რომ დავითს ახდენ დიდგორის ომში და იმ 200 ქართველს შორის იყვნენ პირველი შეტევა, რომელმაც განახორციელეს. ამ ისტორიას ჩვენ ვუფრთხილდებით, ისე როგორც საქართველოს დანარჩენი ჭეშმარიტი მოქალაქეები. ახლა კი დავიწყოთ საუბარი სიყალბეზე. გრაგლიანი გორის საკურთხევლის ანბანური წარწერა უცხოელი მეცნიერების ქიმიური ანალიზის შედეგად დადგენილია, რომ განეკუთვნება ძველი წელთაღრიცხვის მე-11 საუკუნის ბოლოსა და ძველი წელთაღრიცხვის მე-10 საუკუნის დასაწყისს. ანუ ჩვენს მიერ გაშიფრული სტელას სიმბოლოების მიხედვით ეს თარიღი ძველი წელთაღრიცხვის 1018 წელია და იცით, გვაქვს ვიდეოები ჩაწერილი ამის შესახებ. აი ამ სტელაზეა საუბარი. აქ შერწყმა სატურნის და იუპიტერის. თხოვთ უყუროთ ამ ვიდეოებს და აღარ გამეორდებით. როცა მოხდა სატურნ-იუპიტერის შერწყმა ჰერკულესის თანავარსკვლავედის ფონზე. კარგად დავაკვირდეთ, ქიმიური ანალიზით დადგინდა ძველი წელთაღრიცხვის მე-11 საუკუნის ბოლო. ჩვენ კი ეს თარიღი შემდეგ დავაზუსტეთ სტელაზე გამოსახული სიმბოლოების გაშიფრვის შედეგად. განმეორდეთ, რომელზეც ასახულია სატურნ-იუპიტერის შერწყმის პროცესი ჰერკულესის თანავარსკვლავედის ფონზე და ეს არის ასტრონომიული ბუნებრივი მოვლენა, რომელიც გარკვეული ასეული წლის პერიოდულობით ხდება, მეორდება. ანუ ფაქტია, ჩვენი მოგონილი კი არ არის. ესე იგი, ჩვენ კი არ დავათარიღეთ გრაგლიანის დამწერლობითი არტეფაქტები. ეს გააკეთეს უცხოელმა მეცნიერებმა ქიმიური ანალიზის შედეგად და ამის შემდეგ გავშიფრეთ ჩვენ ეს წარწერები. მიხვდით ხომ, ამას მნიშვნელობა აქვს, რადგან სიცრუის გამავრცელებლები ვითარებას ისე წარმოაჩენენ, თვითონ ჩვენ დავათარიღეთ ეს დამწერლობითი არტეფაქტები. არა, ჩვენამდე გააკეთეს ეს უცხოელმა სპეციალისტებმა. ჩვენ კი დავაზუსტეთ წლებთან მიმართებით. ამას რას უზამთ? შემდეგ ჯერ დავიწყოთ ისტორიული ფაქტებით და გავიხსენოთ, როდის და რომელმა ეთნოსმა მიუსადაგა პირველად თავისი დამწერლობის სიტყვებს ან სახელებს, ანაც ცალკეულ სიმბოლოებს, ანუ ასოებს რიცხვითი მნიშვნელობები. ნუმეროლოგიაში ჰემატრია, ებრაულად ჰემატრია ან ჰიმატრი
ფიმატრიოტი ნასესხებია არამეულიდან კოინე ბერძნულიდან არის სახელის სიტყვის ან ფრაზისთვის რიცხვითი მნიშვნელობის მინიჭების პრაქტიკა რიცხვის სახით მისი წაკითხვის ან ზოგჯერ ასოციფრული სიმბოლოების გამოყენებით. იმედია მივხვდით რაც არის ნუმეროლოგია და რატომ არ აქვს მას ქართული წარმოშობა. ჰემატრიის პრაქტიკა, რომელიც სიტყვებსა და სახელებს რიცხვით მნიშვნელობას ანიჭებს და ამ მნიშვნელობებს რელიგიურ დატვირთვას აძლევს, ანტიკურ ხანაში იღებს სათავეს. ძველი წელთაღრიცხვის მე-8 საუკუნის ასურული წარწერა, რომელიც სარგონ მეორემ შეუკვეთა, მეფობდა ძველი წელთაღრიცხვის 722-705 წლები, აცხადებს, რომ მეფემ ააშენა ხორსაბადის 16,293 წრთის სიგრძის კედელი, რათა შეესაბამებოდეს მისი სახელის რიცხვით მნიშვნელობას. ანუ პირველი დადასტურებული მცდელობა რიცხვითი მნიშვნელობის დამწერლობაში შემოტანისა ფიქსირდება ძველი წელთაღრიცხვის მე-8 საუკუნეში, მაგრამ დააკვირდით, არა ანბანური დამწერლობის ცალკეული ასო-ნიშნებისთვის, არამედ მეფე სარგონის სახელისთვის, რომელსაც შეუსაბამეს კონკრეტული რიცხვი, ხოლო გრაკლიანის დამწერლობითი არტეფაქტები განეკუთვნება ძველი წელთაღრიცხვის მე-11 საუკუნეს, ხოლო ლარნაკი მე-10 საუკუნის დასაწყის 500 წელია ამასა და საკურთხევლის წარწერას შორის 50 წელი ბოდიში სხვაობა. ანუ სხვაობა ამ თარიღებს შორის ესე იგი სარგონის წარწერასა და ამას შორის არის დაახლოებით 3 საუკუნე. გრაკლიანის წარწერა 3 საუკუნით უხნესია. მაშასადამე გრაკლიანის წარწერის შექმნის პერიოდისთვის არც ნუმეროლოგია და არც ჰემატრია არ არსებობდა, ამიტომ რიცხვითი სისტემების დაკავშირება გრაკლიანის წარწერასთან დიდი ტყუილია მოგონილი ვიღაც თვითმარქვევის მიერ, ამასთან ეროვნული საგანურძურის შეურაცხყოფას. შემდეგ ჰემატრია ძირითადად სემიტურ ტექსტებში გამოიყენება, განსაკუთრებით კაბალასთან დაკავშირებულ ტექსტებში. აქვე უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხებისადმი. გთხოვთ ყველა ჩვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია გაიგოთ თემასთან შესაბამისობით, ნებისმიერი სხვა ინტერპრეტაციის გარეშე. ასევე ეს ინფორმაცია საჯაროა თანაც სამეცნიერო მოხმარებისაა და არ წარმოადგენს კნინობით ფორმას. ახლა ავხსნათ კაბალას. კაბალა, რომანიზირებული კაბალა, გამოთქმა, მიღება, აქტი, არის ეზოთერული მეთოდი, დისციპლინა და აზროვნების სკოლა ებრაულ მისტიციზმში. ის ქმნის მისტიკურ რელიგიურ ინტერპრეტაციებს იუდაიზმში. ტრადიციულ კაბალის მეკუბალს უწოდებენ. მეკუბალი, მიმღები. კაბალისტებმა თავდაპირველად კაბალის პირველადი ტექსტების გადმოცემა ებრაულ ტრადიციის ფარგლებში შეიმუშავეს და ხშირად იყენებენ კლასიკურ ებრაულ წმინდა წერილებს მისტიკურ სწავლებების ასახსნელად და დემონსტრირებისთვის. კაბალისტები ამ სწავლებებს ებრაული ბიბლიისა და ტრადიციული რაბინული ლიტერატურის შინაგანი მნიშვნელობისა და ადრე დაფარული გადმოცემული განზომილების განსაზღვრებისთვის იყენებენ. ასევე ებრაული რელიგიური წეს-ჩვეულებების მნიშვნელობის ასახსნელად. ეს მათი კულტურის ნაწილია. იმედია ხვდებით, რაზეც გვაქვს საუბარი და თუ რა შუაშია ჰემატრია რელიგიასთან. არსებობენ ვიღაც თვითმარქვეები, რომლებიც გრაკლიანის უძველეს ქართულ წარწერას ვითომ კითხულობენ რიცხვითი მნიშვნელობებით, ანუ რიცხვითი ანბანური სისტემის მიხედვით. შემდეგ ჯერ ყველაზე დიდი ტყუილი, არავინ იცის 3000 წლის წინ ქართული, ეს არის 3000 წლის წინანდელი დამწერლობები. ქართულ დამწერლობაში რამდენი სიმბოლო იყო? მეორე დიდი ტყუილი, რიცხვითი ანბანური სისტემა სამყაროში გაჩნდა, ანუ შეიქმნა 400 წლით გვიან ვიდრე გრაკლიანის წარწერა და აქაც იმედია ხვდებით,
გრაკლიანის წარწერის წაკითხვა რიცხვითი ანბანური სისტემით ბილად რომ თქვათ უაზრობა თუ არა ავანტურა. თანაც რიცხვითი ანბანური სისტემა არ არის ქართული კულტურის მონაპოვარი. ჩვენმა დიდმა წინაპრებმა იცოდნენ რომ ამბობთ რომელ საუკუნეს გულისხმობთ, საუკუნე დაასახელეთ, რომელი საუკუნიდან იწყება საქართველოში რიცხვების მისადაგება სიმბოლოებსა თუ სიტყვებზე და დაასაბუთეთ წყაროების მიხედვით, ისტორიულის და ასე შემდეგ, რაც ჩამოვთვალეთ იქ, ლინგვისტური და ასე შემდეგ. პირველი დადასტურებული ანბანური რიცხვითი სისტემა ბერძნული ანბანური სისტემაა, რომელსაც იონური ან მილეტური სისტემა ეწოდება მცირე აზიის დასავლეთ ნაწილში წარმოშობის გამო. სისტემის სტრუქტურა ეგვიპტური დემოტიკური რიცხვების სტრუქტურას მიჰყვება. ბერძნულმა ასოებმა ეგვიპტური ნიშნები ჩაანაცვლა. დემოტური გაახსნათ რას ნიშნავს? ძველი ბერძნულიდან პოპულარული არის ძველი ეგვიპტური დამწერლობა, რომელიც წარმოიშვა ნილოსის დელტაში, გამოყენებული იერარქიული დამწერლობის ჩრდილოური ფორმებიდან. ტერმინი პირველად ბერძენმა ისტორიკოსმა ჰეროდოტემ გამოიყენა და ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნეა იერარქიული და იეროგლიფური დამწერლობისაგან განსასხვავებლად. გამეორდეთ პირველი ბერძნული ანბანური რიცხვითი სისტემის ნიმუშები, ანუ უკვე ანბანის ცალკეულ სიმბოლოებთან რიცხვითი მნიშვნელობების პირდაპირი შესაბამისობა ძველი წელთაღრიცხვის მეექვსე საუკუნით თარიღდება, რომელიც იონიაში გამოყენებული არქაული ბერძნული დამწერლობის ასოებით იწერებოდა. აქაც კიდევ ერთხელ პირველი რიცხვითი ანბანური სისტემა შეიქმნა ძველი წელთაღრიცხვის მეექვსე საუკუნეში ბერძნების მიერო, ხოლო გრაკლიანის წარწერა ძველი წელთაღრიცხვის მე-11 საუკუნის ბოლო პერიოდისაა და რიცხვითი ანბანური სისტემა შეიქმნა 400 წლით გვიან. ანუ გრაკლიანის წარწერის შექმნის დროს რიცხვითი ანბანური სისტემა სამყაროში საერთოდ არ არსებობდა. ხოლო სიტყვებისთვის რიცხვითი მნიშვნელობების მისადაგება მიეწერება სარგონ მეორეს ძველი წელთაღრიცხვის მე-8 საუკუნე და გრაკლიანის წარწერის რიცხვების წაკითხვა დიდი ტყუილია. ქვემოთ ჩვენ წარმოგიდგენთ არგუმენტებს თუ რომელ საუკუნეში იქნა მისადაგებული ქართული ანბანური დამწერლობის სარგეულ ასო-ნიშნებზე, ანუ სიმბოლოებზე რიცხვითი მნიშვნელობები, რიცაც მარტივად დავადასტურეთ მათ სიყალბეს. ამასთან კიდევ სხვა ფაქტებითაც, ოღონდ ასევე მარტივად. გრაკლიანი გორაზე აღმოჩენილია საკურთხევლის წარწერის თითქმის თანადროული, ანუ დაახლოებით 50 წლის ახალგაზრდა არტეფაქტი თიხის ლარნაკი. აი ეს. რომელზეც ასევეა დატანილი ანბანური დამწერლობის ასო-ნიშნები, ანუ სიმბოლოები და მასზე გამოსახული 6 სიმბოლოდან 4-ია ასო-ნიშანი და 2-იც რიცხვითი მნიშვნელობის აღნიშნელი. დავიწყოთ 1, 2, მერე 2 ჯოხი, ეს 4, 5 და 6. აი აგერ არის გამოტანილი ეს. ეს ფოტო გრაფიკული გამოსახულება 5 არა, 5 სიმბოლო. ხო, ნუ ამას თუ ჩავთვლით 2 ჯოხს. ეს არის მოწოდებული მეცნიერების მიერ. სწორედ ეს თიხის ლარნაკი გაეჩხირა ტყელში ძალიან ცუდად იმათ, ვინც ცდილობს, რომ გრაკლიანის წარწერების ცალკეულ სიმბოლოებს მიუსადაგონ რიცხვითი მნიშვნელობები, ისე როგორც ეს ასომთავრულსა და მხედრულის შემთხვევაშია და ამ რიცხვით მნიშვნელობებს ეს ადამიანები მთელს ტექსტებს უძღვნიან, თითქოს მათი მეშვეობით ისინი ღებულობენ სხვადასხვა ინფორმაციას და ავრცელებენ 1000 სიყალბეს. თანაც იმდენი მახსოვრებას არ გააჩნიათ, რომ ერთი და იგივე ილაპარაკონ სხვადასხვა ტექსტების შემთხვევაში, სხვადასხვა საუბრებში, სხვადასხვა ტექსტებს ხზავენ. ძალიან მარტივად შეგვიძლია ჩვენ იმის დადასტურება, რომ ძველი წელთაღრიცხვის მე-11 საუკუნის ბოლოსა და ძველი წელთაღრიცხვის მე-10 საუკუნის დასაწყისში ქართული ანბანური დამწერლობის
ასო ნიშნები არ წარმოადგენდნენ რიცხვითი მნიშვნელობის შემცველ სიმბოლოებს, როგორც ეს მოგვიანებით შემოვიდა დამწერლობაში. თუმცა არა მგონია ჩვენი წინაპრები იმგვარი მჩხიბაობით დაკავებულიყვნენ, როგორიცაც დღეს ზოგიერთი მანიპულირებს. მაგალითად, ანი ნიშნავდა ერთს, ბანი ორს და ასე შემდეგ. პრინციპს აგიხსნით, თუ უნდა დაეწერათ რიცხვი, ვთქვათ 15, ამ შემთხვევაში იწერებოდა ასე. ი, ანუ ი ნიშნავდა 10-ს, მეათე რიგით ნომერს და ე 5-ს, მეხუთეს. ან 105, მაშინ იქნებოდა რ და ე. პირველი 100 აღნიშნავდა 100-ს, მეორე 5-ს. პრინციპი გასაგებია. ახლა დავაკვირდეთ გრაკლიანი გორაზე აღმოჩენილ თიხის ლარნაკის წარწერას და გავარჩიოთ. ამ წარწერაზე პირველი და მეორე 100 ნიშნები, ანუ სიმბოლოები შეესაბამება საკურთხევლის წარწერის პირველსა და მესამე სიმბოლოებს. აი ეს ქ და რ. აქაც არის გამოტანილი. შეესაბამება საკურთხევლის წარწერის პირველს და აქ გითხარით ლიგატურარი და მეორეს. აი აქ უფრო კარგად არის გამოტანილი. აი აგერ. აი ერი. დიახ. რაც ალბათ მართლაც ღვთისწყალობაა, რომ ასეთი შესაბამისობა არსებობს ამ ორ წარწერას შორის. ესე იგი, ვერავინ იმანიპულირებს, რადგან იდენტურ სიმბოლოებს იდენტური რიცხვითი მნიშვნელობები უნდა შეესაბამებოდნენ და ახსნაც იდენტური უნდა იყოს. მაგრამ ქ-სა და რ-ს შემდეგ თიხის ლარნაკზე არის გამოსახული ორი ვერტიკალური ხაზი, ანუ რიცხვი 2. ერთი ხაზი ნიშნავს ერთს, მეორე კი დამატებულ კიდევ ერთ ხაზს. ახლა ეს ვნახოთ, ეს ერთი, ეს მეორე. ეს აღნიშნავს ორ ერთეულს. აქ ორი ერთეული ვიდეოებს უყურებთ და მიხვდებით. თიხის ლარნაკთან დაკავშირებით ჩადიოდა ქერი. ესე იგი, ანუ ორს ნიშნავს. აი ამ ლარნაკს ისინი არასდროს ასახელებენ, ვითომ არც არსებობს. არადა იგი პირდაპირ კავშირშია ისტორიულად, ლინგვისტურად, არქეოლოგიურად, ქრონოლოგიურად და კულტურულად საკურთხევლის წარწერასთან, რომელიც ვითომ რიცხვების მეშვეობით წაიკითხეს. ხოლო თუ ჩვენი უძველესი წინაპრები გრაკლიანის ეპოქაში ფლობდნენ წერის იმგვარ მანერას, ანუ ფორმას, როცა ცალკეულ 100 ნიშნებს შეესაბამებოდა ცალკეული რიცხვითი მნიშვნელობები, მაშინ ამ ლარნაკზე უნდა ყოფილიყო იმგვარივე წარწერა, რომელიც ზემოთ მოგიყვანეთ მაგალითად. ანუ რიცხვი ორიანი უნდა დაეწერათ 100 ნიშნით. ესე იგი, აქ ეს ორი ჯოხი კი არ უნდა იყოს. აქ უნდა ეწეროს ქ, რ, ორიანი ბ, აი, აბ, ბ და ელი და ბ კიდე. ყველაფერი უნდა ყოფილიყო დამწერლობითი სიმბოლოები. გონი გასაგება დავხსენით. აქვე ახლა განვარტოთ. ქართული რიცხვითი სისტემა, ქართულად მას ქვია ანბანის სათვალავი. არის ქართული ანბანის ასოების გამოყენებით რიცხვების გამოსახვის სისტემა და არა ვიღაცების ფანტაზიით წინადადებების წაკითხვის სისტემა. წინადადებებს ჩვენი წინაპრები გრაფიკული სიმბოლოებით გამოსახავდნენ და წერდნენ. გარდა ამისა, ქართული ანბანური სისტემა ქართული ანბანის მხედრული დამწერლობის ასოებს ანიჭებს რიცხვით მნიშვნელობებს ბერძნული ან ებრაული ციფრების მსგავსად სიმბოლური აღნიშვნებისთვის. ესეც საჯარო ინფორმაციაა. შემდეგ ასევე ასოები ორმაგად მოქმედებენ როგორც რიცხვები ცალკეული ციფრების გარეშე, როგორც ეს იდენტურ ინდუისტურ არაბულ სისტემაშია, ანუ გადმოღებულია ამ სისტემებიდან. კიდევ ერთი ინფორმაცია, მეცნიერ და დასკვნით ქართული ანბანი, რომელიც ანბანური რიცხვითი სისტემის საფუძველია, ადრეულ ქრისტიანული პერიოდის განმავლობაში გაჩნდა. ხდება
ჩვენი წელთაღრიცხვით მეხუთე საუკუნის წარწერებში, როგორიცაა ბოლნისის, სიონისა და ნეკრესის წარწერები. ეს განვითარება დაემთხვა საქართველოს ქრისტიანიზაციას მეოთხე საუკუნეში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ასოებისთვის რიცხვითი მნიშვნელობების მინიჭება, ანბანური რიცხვითი სისტემების ჩამოყალიბება დაახლოებით მეხუთე-მერვე საუკუნეში შემოიღეს. შესაძლოა რელიგიურ კონტექსტებში გამოსაყენებლება თანამედროვე ბერძნული ან არამეული ნოტაციების გავლენით. იმ დროინდელი თანამედროვეობაზეა ლაპარაკი. ამას დავუმატოთ ის გარემოებაც, რომ გრაკლიანზე საერთო ჯამში გავშიფრეთ 10 ასო ნიშანი, ხოლო რამდენ ასო ნიშანს შეიცავდა თავად ეს ანბანი და როგორი რიგითობით არავინ იცის, თანაც არის შერეული ასომთავრულ, ხუცურ, მხედრული. ამაზეც გვაქვს ვიდეოები და გთხოვთ უყუროთ დასაბუთებული წყაროებით, ფაქტებით, ისტორიულით, არქეოლოგიურით, ლინგვისტურით და ასე შემდეგ. ასევე ჩვენ წინა ვიდეოებში ბაშმლების ფილასთან მიმართებით წარმოგიდგინეთ ძველი წელთაღრიცხვის მეორე და პირველი 1000 წლების პერიოდის სხვადასხვა რიცხვითი დამწერლობის ნიმუშები და უფრო ძველიც არსებობს, სადაც ეგრეთ წოდებული ჯოხებით იწერებოდა რიცხვები, აი ასეთი ჯოხებით. ჰორიზონტალურითაც და ვერტიკალურითაც. რიცხვები ათეულებშიც, ასეულებშიც და ასე შემდეგ. ყველგან ფიგურირებდა ეს ჯოხები ერთეული რაოდენობით, რომლებსაც ემატებოდა ათეულისა და ასე შემდეგ აღნიშნული სისტემური სიმბოლოები. დამატებული აქვს ზოგ თავზე რაღაც ამ ქვემოთ. ნახეთ ეს ვიდეოებიც. და ეს რიცხვითი სიდიდები არ იყო წარმოდგენილი დამწერლობის სიმბოლოებით. ასე რომ გრაკლიანის წარწერების რიცხვითი მნიშვნელობებით წაკითხვის მცდელობა არის დიდი აფიორა, რაც არაქრისტიანულია, მით უმეტეს ასტროლოგიული ჩანართების გამოყენებით. ბოდისუხტით ჩვენს მაყურებელს იმის გამო, რომ მოულოდნელად მოგვიწია ამ ვიდეოს ჩაწერა. ამის შემდეგი ვიდეო ისევ იქნება ბაშმლების ფილის ტექსტის გაშიფრის შესახებ ინფორმაცია. ჩვენ ვისაუბრებ B ჰორიზონტალური ხაზის შემდეგ მესამე სიმბოლოზე. ხოლო რაც შეეხება წელთაღრიცხვის ქრონიკონის, ანუ ქვარონიკონის სისტემას, ეს სულ სხვა რამაა, რომელიც დაფუძნებულია მზემ-მთვარის ერთობლივ კალენდარულ ციკლზე და მოიცავს 532 წლიან პერიოდებს, რომელსაც მოქცევა ეწოდება. ჩვენი წინაპრები თითო ქვას დებდნენ ყოველ წელს და როცა 532 ცალი შეგროვდებოდა, ეს იყო ერთი მოქცევა. შემდეგ გადავიდოდნენ მეორეზე და ასე შემდეგ. ამიტომაც ქვია ქვარონიკონი, ანუ როგორც თეიმურაზ ბატონიშვილი განმარტავს. მაგალითად, ქართლოსი იორის ხეობაში შემოვიდა დასაბამითგან სოფლისა, ქართულისა, ქვარონიკონისა, მე-6-ისა მოქცევისა 221-ცა. ანუ მე-6 მოქცევა არ იყო დასრულებული, ანუ გასული იყო 221 წელი, არ იყო 532 წელი შესრულებულიო. რაც ჩვენი გამოთვლებით ნიშნავს და თეიმურაზ ბატონიშვილისაც ძველი წელთაღრიცხვის 2723 წელს. ამაზეც გვაქვს ვიდეოები, როგორც აღნიშნეთ და ძალიან საინტერესო და გთხოვთ უყუროთ. ამით დავასრულოთ. გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არქივი, უყუროთ ყველა ვიდეოს და დააკომენტიროთ. თქვენი მხარდაჭერა თქვენთვის მნიშვნელოვანია. ხომ ხვდებით როგორ ებრძვიან ქართულ კულტურას. დიდი მადლობა.